მესამე გუნდი, ეს არის ძალიან საინტერესო გუნდი, სადაც არიან მეორადი ემოციები. მეორადი ემოციები ეს არის ემოციები, რომელსაც შენ გრძნობ პირველი ემოციის გამო და სწორედ ამ ემოციებს აქვს ძალიან დიდი გავლენა შენ მომავალ ცხოვრებაზე. მოდით გამიხსოვოთ მაგალითი. ანას ძალიან უყვარს ცურვა და წყალში ყვინთვა და ერთხელ ანა თავის კლასელებთან ერთად წავიდა ზღვაზე. ანას კლასელებმა შესთავაზეს ანას კლდიდან ზღვაში გადახტომა. კლდა იყო საკმაოდ მაღალი, ანა შეეშინდა და უარი თქვა ამ გადახტომაზე. მაგრამ შიში არის აბსოლუტურად ნორმალური ემოცია ამ სიტუაციაში. კლდიდან გადახტომა შეიძლება იყოს საშიში. თუმცა ანამ ჩათვალა, რომ შიში არის სისუსტე, ეს სამარცხვინოა, ამის შემდეგ ანამ ჩაიკეტა, ვერი სიამოვნა მოგზაურობით და ზოგადად ამ სირწყვილის გამო, რომელიც მან იგრძნო შიშის შემდეგ, ბევრი რამ არ სცადა ცხოვრებაში, რადგან ჩათვალა, რომ შიშარა და სუსტია. ეს არის მეორადი ემოცია და შენი ამოცანა, როგორც მწვრთნელის, დააკვირდე, რას გრძნობ პირველადი ემოციის შემდეგ და თუ სირცხვილის და დანაშაულის განცდის ნაცვლად შენ იგრძნობ მიმღებლობას და თანაგრძნობას საკუთარი თავის მიმართ, შენი ცხოვრება ბევრად უფრო სახალისო და საინტერესო შეიძლება იყოს. მეოთხე გუნდს განწყობები ქვია. განწყობა არის ბევრად უფრო სუსტი და ხანგრძლივი ემოციური მდგომარეობა ემოციებისგან განსხვავებით. ემოცია ჩნდება უცებ, შიში, ბრაზი. განწყობა შეიძლება იყოს მთელი დღის განმავლობაში, თან შენ ზუსტად შეიძლება ვერც მიხვდეს, საიდან მოდის ეს განწყობა. შენი როგორც მწვრთნელის ამოცანა ამ გუნდთან არის პირველი, გაცნობიერო, რომ იყო მოწყენილი მთელი დღე, ნორმალური შეიძლება იყოს. მეორე, თუ მაინდა-მაინც გაინტერესებს, შეგიძლია დაფიქრდე, რა არის ამ განწყობის მიზეზი და გ, თუ გინდა ამ განწყობის შეცვლა, შენ შეგიძლია შეცვალო აქტივობა ან გარემო, გახვიდე გარეთ, დაკავდე სპორტით და ასე შემდეგ. მაგრამ ყველა ვარიანტში გახსოვდეს, რომ არ არსებობს ცუდი ან კარგი მდგომარეობა. ყველა მდგომარეობა შენი მეგობარია, საჭირო მისი მოსმენა და გაგება.